თუ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რეალური პროდუქტების შექმნა გსურთ, მაშინ 5 რაღაცას წარმოგიდგენთ ამ ვიდეოში, რაზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ. პირველი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, უსაფრთხოება, security. დღესდღეობით AI ხელსაწყოები შეგიქმნიან ფუნქციონალს, მაგრამ ძალიან უჭირთ დაცულობების შექმნა. ამისთვის თქვენი ჩაღრმავება და ფოკუსირებაა საჭირო. ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, თუ როგორ აღმოჩნდა AI-ით შექმნილი რაღაცა ხელსაწყოები, პლატფორმები აბსოლუტურად დაუცველი ინტერნეტში. პაციენტების გაჟონილი ჩანაწერები, ღია მონაცემთა ბაზები, ყოველგვარი აუთენტიფიკაციის გარეშე პლატფორმები და სხვა მილიონი რაღაც. მეორე საკითხი ეს არის მდგომარეობები, states. ხშირად AI ქმნის იმას, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ყველაფერი მუშაობს და ყველაფერი იდეალურად არ ასხედავს მომხმარებელი. მაგრამ რა ხდება იმ მომენტებში, როცა რაღაცა ბუჭდება? ამ შემთხვევაში რა სხედავს მომხმარებელი, რა მონაცემები არსებობს? მესამე ეს არის საიდუმლო გასაღებები, API key-ები, როდესაც ძალიან ხშირად კოდში იპარება და ბოტები ძალიან მარტივად პოულობენ მას. ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა შექმნება გლობალურად. მეოთხე ეს არის შეცდომების მართვა, იგივე error handling. რა ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი გადახდას ვერ ახერხებს? ან რა ხდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი რაღაცა მოულოდნელს აკეთებს? მომხმარებელმა არასდროს არ უნდა ნახოს გაუგებარი თეთრი ეკრანი ან რაღაცა უაზრო შეცდომები. მეხუთე საკითხი ეს არის ხარვეზები გაშვებისას, იგივე deployment gaps. ანუ განსხვავება იმას შორის, როდესაც რაღაცა შევქმნით და ჩვენს კომპიუტერზე მუშაობს და რა ხდება იმ მომენტში, როდესაც 1000 კომპიუტერზე უნდა იმუშაოს ამ პლატფორმამ მაგალითად. რა იცვლება მაშინ, როდესაც ჩვენი აპლიკაცია გადადის demo ვერსიიდან live რეჟიმში. ძალიან ბევრი ვიდეო მინდა ჩავწერო ამ საკითხებზე, უსაფრთხოებას რაც შეეხება. თუ მეთანხმებით და გაინტერესებთ ეს თემები, დამიწერეთ ამ ვიდეოს კომენტარებში უბრალოდ სიტყვა უსაფრთხოება და ძალიან სიღრმისეულ ვიდეო მოკლე ვლოგებს შემოგთავაზებთ ამ საკითხებზე.